არჩევნების ფარულობის დარღვევის საქმეს უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. არაერთი ავტორიტარული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩატარდა. მათ შორის უმთავრესი სწორედ კონსტიტუციით გარანტირებული ხმის ფარულობის დარღვევა იყო. 41. იურისტების შეფასებით ეს საქმე უპრეცედენტო იქნება სტრასბურგშიც, რადგან აქამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მსგავს საარჩევნო დარღვევებზე არ უმსჯელია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შესაძლოა საქმე კონვენციის დარღვევასაც ეხებოდეს. ჩვენ მივიღეთ დადასტურება გუშინ, რომ საჩივარი რეგისტრირებულია. ეს საქმე შეეხება ხმის ფარულობის დარღვევას, რომელიც დაფიქსირდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს საქმე ეროვნულ დონეზე არ დაკმაყოფილდა და შემდგომ ჩვენ უკვე წარმოგვეშვა უფლება, რომ ამ საკითხზე მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. პრეცედენტული მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს ამ დავას, იმიტომ რომ თავისი შინაარსით ისეთ საკითხებს ეხება, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მანამდე არ უმსჯელია და ახლა აი ამ დავის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, რომ იმსჯელოს და კონვენციის ჭრილში შეაფასოს უკვე ხმის არჩევნების ფარულობის საკითხი. საია სტრასბურგში დავობს, რომ დაირღვა ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი არჩევანის უფლებაც. იურისტების შეფასებით საქმე პრეცედენტულია და სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა განიხილოს როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა. ამ საჩივარში ორი ძირითადი მიმართულება არის. ერთი საკითხი მოიცავს თავად არჩევნების ფარულობას, რაც ფუნდამენტური პრინციპია არჩევნების და მის დარღვევის შემთხვევაში საერთოდ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო მეორე საკითხი შეეხება ამ საარჩევნო დარღვევებზე, გამოვლენის საარჩევნო დარღვევებზე წარმართულ სასამართლო და საზოგადოებრივი დავების პროცესებს, რომელმაც თავის მხრივ ცალკედ შეადგინა არანაკლებ მნიშვნელოვანი დარღვევა საარჩევნო დავების ჭრილში. ამრიგად ერთი რომ გასაჩივრებულია ფარულობის საკითხი და მეორე ასევე გასაჩივრებულია ისეთი საკითხი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. სანამ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნებოდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეროვნულ დონეზე ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენა. მათ შორის მოითხოვა 73 ოლქში შემავალი ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობა, სადაც არჩევნები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. მაშინ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში. რამდენიმე უბნის ბიულეტინი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტინების უკანა მხარეს მარკერის კვალი მკაფიოდ ჩანდა. დააფიქსირეთ სადიყო დაახლოებით განაჩების ნიშანი. ანუ ესე იგი, ამ მოცემულ აპარატზე დაახლოებით მისთვის წარმოსადგენელი არის როგორ. ეს კადრები თეთრიწყაროს სასამართლოს ექსპერიმენტს ასახავს. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ერთადერთი იყო, რომელმაც ამ გზით ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. გამიფერებია ძალიან მუქად. მაქსიმალურად ეცადება ყოფილიყო, ასე ვთქვათ, საშუალოდ ისე, რომ აი ძალიან კვეთილად და ძალიან გამოხატულადაც და ყველაფერი დავინახეთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხმის ფარულობის დარღვევა, რომელიც საიამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ასე ვთქვათ, მიაქცია ყურადღება, მიმართა ცესკო დაპირდა, რომ ეს გამოსწორებული იქნებოდა, თუმცა არჩევნების დღეს აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა კვლავ პრობლემად რჩებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სარჩელი და ასევე ფაქტი კიდევ ერთხელ, რომელიც კიდევ ერთხელ მიაქცევინებს საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღებას ჩვენი პრობლემური არჩევნების მიმართ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უპრეცედენტოდ ბევრი დამკვირვებელი ჰყავდა. ჩვენთან საუბრისას დამკვირვებლები იმ ხარვეზებზე ლაპარაკობენ, რომლებიც საკუთარი თვალით საარჩევნო უბნებზე ნახეს. კარუსელი პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევა. ეს იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოვლინდა. მე ვიყავი მარნეულში დამკვირვებელი და თქვენ მოგეხსენებათ, რომ არა თუ უბრალოდ ბიულეტენები იყო გამჭვირვალე, არამედ ჰქონდა ხისტ გაყალბებას საზღვარი, საერთოდ დამკვირვებლებს არ გვაძლევდნენ დამკვირვების საშუალებას, იქ იყო უამრავი ყალბი პასპორტი და ყალბი პირატობის მოწვევით მოდიოდნენ საერთოდ ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პირადი ნომრებით და მოკლედ ესე იგი კარუსელის უპრეცედენტო შემთხვევები არსებობდა ამ არჩევნებზე, რაც თავისთავად
მოგეხსენებათ როგორც ქართული ხალხის განწყობა არის დასაბუთებულად რომ ეს არჩევნები იყო ბათილი და იყო ხმების მოტაცება ამაში დარწმუნებული ვართ ასევე რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იგივე ვერდიქტს გამოიტანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საიას სარჩელის განხილვას ელოდებიან ოპოზიციაშიც, რადგან ფიქრობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიტაცებაზე უნდა არსებობდეს სამართლებრივი შეფასება, რაც შემდგომში იმ პირების პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი იქნება, რომლებმაც მონაწილეობა არჩევნების გაყალბებასა და მიტაცებაში მიიღეს. გულისხმობს შესაძლებლობას, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას დაევალოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ეს შეიძლება იყოს საკმაოდ საინტერესო მეთოდი ან გზა ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე ზეწოლისა. ამიტომ ის რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეს სარჩელი დარეგისტრირდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია რომ კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ ამ წარმოების შედეგი იქნება საკმაოდ საინტერესო. შეაფასა სარჩელში მოყვანილი ფაქტები და ჩათვალა რომ ეს უკვე განსახილველია ეს საკითხი ჩვენ ყველამ ვიცით რომ ხელისუფლება არის მითვისებული რუსულმა პოლიტიკურმა ხელისუფლების მითვისებელმა ძალმა არჩევნები გააყალბა დარწმუნებული ვარ რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამას შესაბამის სამართლიან სამართლებრივ შეფასებას მისცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომ ხარვეზებითა და ხმის ფარულობის დარღვევით ჩატარდა, უკვე დაადასტურეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მაგალითად, უმკაცრესი იყო ეუთო ოდირის დასკვნა 26 ოქტომბერთან დაკავშირებით. ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა განიხილოს, დაირღვა თუ არა ქართული ოცნების ადმინისტრაციის პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე მოქალაქის კონსტიტუციით დაცული უფლებები.